დღეს დილიდან სოციალურ ქსელში არ წყდება პოსტები ამ ფაქტთან დაკავშირებით, სადაც ასევე ამ ვიდეოებთან დაკავშირებით, სადაც ჩანს, რომ ქართული ოცნების დეპუტატები ირაკლი ზარქოა, ვიქტორ სანიკიძე და ასევე გელა სამხარაული თავს დაესხნენ მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს და ამ ვიდეოში, რომელიც მისმა მეუღლემ გადაიღო, ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს საუზმის დროს თავს ესხმიან და ფიზიკურად უსწორდებიან ირაკლი ზარქოა და ვიქტორ სანიკიძე და შემდეგ უკვე მოგვიანებით გავრცელდა კიდევ ერთი ვიდეო, სადაც სავარაუდოდ ამ ინციდენტის დასაწყისი ჩანს. ამ ვიდეოში ჩანს ის, რომ სწორედ საუზმის დროს ირაკლი ზარქოა მიდის ლაშა გაბიტაშვილთან და თეფშზე დადებულ საკვებს აყრის და ფიზიკურად უსწორდება. ამის შემდეგ ამ ვიდეოს ნამდვილად საკმაოდ ბევრი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში, არაერთმა მედია საშუალებამ გავრცელა ეს ვიდეოები და ასევე არაერთი ადამიანი მოქალაქე ავრცელებდა საკუთარ ვულზე ამ ვიდეოს და ასევე თავად ლაშა გაბიტაშვილმაც გამოაქვეყნა ვიდეო მიმართვა, სადაც უკვე საუბრობდა იმაზე, თუ რა მოხდა დღეს დილით აბუ-დაბიში და ეს ფაქტი უკავშირდება სწორედ გუშინ მომხდარ შემთხვევას, როდესაც ლაშა გაბიტაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ირაკლი ზარქოას და სწორედ ამის შემდეგ უკვე თავს დაესხნენ ისინი ლაშა გაბიტაშვილს და ამ ფაქტს გამოეხმაურა კახა კალაძე, რომელმაც განაცხადა, რომ ვერ მოუყვნენ მას ვერც ერთ ფაქტს, როდესაც პარლამენტარი თავს დაესხა მოქალაქეს. ამავდროულად ის საუბრობდა იმაზე, რომ საზოგადოება ცდილობს დანერგოს ისეთი ტენდენცია, თითქოს პარლამენტარს თუ სიტყვიერ შეურაცხყოფას მიაყენებენ, მან ამ ყველაფერზე თავი უნდა დახაროს და რეაგირება არ უნდა მოახდინოს, თუმცა კახა კალაძე აცხადებს, რომ ეს ასე არ მოხდება და ამავდროულად საუბრობს იმაზე, რომ ლაშა გაბიტაშვილს არ ქონდა უფლება ირაკლი ზარქოასთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა და ამავდროულად საუბრობს იმაზე, რომ ძალადობას აუცილებლად ექნება რეაგირება. ასევე პარტია საქართველოსთვის ერთ-ერთმა წევრმა ბექა ლილუაშვილმა ისაუბრა დღეს ამ თემაზე. მან განაცხადა, რომ პარლამენტარებს აქვთ თმენის ვალდებულება და აუცილებელი არის, რომ მათ მოქალაქის მიერ მიყენებულ შეურაცხყოფაზე თვალი დახუჭონ და არ ჰქონდეთ რეაგირება, თუმცა ამავდროულად მთელ ამ პასუხისმგებლობას ანიჭებს ქართულ ოცნებას და ბექა ლილუაშვილი საუბრობს იმაზე, რომ საზოგადოების დაპირისპირება და დაყოფა სწორედ ქართული ოცნების მიერ არის გამოწვეული და სწორედ ამიტომ ის ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალადობას არ ემხრობიან, ამავდროულად იაზრებენ იმას, რომ ამ ყველაფრის გაჩერება სწორედ ქართულ ოცნებას შეუძლია და ეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს ახალი არჩევნების დანიშვნით და ასევე საზოგადოებაში პოლარიზაციის დასრულებით.